ესეც შენზე არანაკლებ გამნაშავე ბრიგადის მეთაური ან ბატალიონის მეთაური შენთან ანგარიშს ასწორებს, რა თქმა უნდა, სურვილი არ გაქვს ეგეთ ჯარში იმსახურებს. როცა თქვენს უკან სახელმწიფოს ვეგზნობ, სამართლიან სახელმწიფოს ვეგზნობ, რომელიც მოგიგვარებს ამ პრობლემებზე ყველაფერი დადის ორი ადამიანის, ესე რომ ვთქვათ, პიროვნულ გარჩევაში. ეხლა SMS-ი მოვიდა და მე დამეთქვით რამდენიმე დღე ნამდვილად ვიცი, ქალბატონი სალომე პარიზში არის, აქედან გამომდინარე ვერ მოვიწევნა. ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს უკვე ევროპაში გასწრება ენა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი არის, რომ ჩვენ და რუსეთს გვაქვს საშინელი ფონი და ურთიერთობა და მე არ ვიცი როდესაც გაგრძელდება ესე, ახლა ვალის ფერზე მოდის SMS-ი გავუსწრებ ქალბატონი რუსეთშიო ჩადო. მე არ მგონია რომ აი სწავლობა როდის მე გარისთავდეს და მისი ესე ვთქვათ ორბიტაში მყოფი მიღმა მყოფი ადამიანები გაუშვათ, მაგრამ რაღაცა უნდა გაკეთდეს, რაღაცა უნდა დაალაგდეს. მე არ ვიცი აი რაღაცა ეტაპი იყო აი რუსეთს პოლონეთის ურთიერთობებში დაძაბული და პოლონელებმა ძალიან საინტერესო და ესეთი მიმართვა გაუკეთეს რუსულ საზოგადოებას. აი რაღაცა ჩვენ გაგვიხეთებინა რუსული საზოგადოებისათვის წერილი რომ აქ ხელისუფლებებზე აღარ არის საქმე და რაღაცეებზე ახალ ქართველი ხალხის ესეთი ქართული ნაცი რაღაცნაირი ესეთი აი მაფორმირებელი და მაორგანიზებელი იყო ისტორიულად ქართლის გულში ესეთ ასეთილობა არ უნდა მოხდეს თავად რუსულ საზოგადოებას. თუ გააცნობებენ ამას ხოთაზემა. საშუალო ეს ჩანს, რუსეთის ეკლესიის აქციებიდან ჩანს, რომ ესე არ არის ყველაფერი როგორც პუტინი საზოგადოებას უნდა ხდებოდეს. ხა რამე გიქცეთ ორი ღონისძიება იგეგმება ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ რომ მივახცოთ ერთი ვცდილობთ რომ კონტაქტი დავამყაროთ და ეს ყველა დამყარებულია უკვე საზოგადოების პალატას რომელიც პრეზიდენტთან არტებულია და ალბათ მოგვიწევს აი ამ პალატის წევრებთან შეხვედრა ეს არის კონკრეტულად ეხება არის კონტურები არის კონტურები არის ეს ეხება ზუსტად სამაშაბლოს თემატიკას იქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ტოლულების ბედის გადაწყვეტაზე მოგვარებაზე ხო ვიცი რომ გავილანცები გავიკითხებით ამის გამო მაგრამ ეს ნაბიჯი გადასაწყვეტია და მეორე ჩვენ ვფიქრობთ ორგანიზებაზე հատված გვინდა დეკემბრის 15-ამდე დიდი ქართულ-რუსული კონფერენცია იყოს მხოლოდ პოლიტოლოგების და ექსპერტების ზუსტად იქ არის გარჩევა დამნაშავე წყულზე იქ არის ლაპარაკი რა ხელის შესახები მომენტები შემოგვიყვანდეს ეს რასაკვირველია ეს მეორე არის ესე იგი ნუ ვფიქრობთ რომ ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად ევროპაში და შეიძლება შეწყვეტა მოსკოვში ან თბილისში არა იქ გერმანელებმა გამოცხეს სურვილი ჩვენ ჩავატარებთ ეს პეტერსონის ფონდმა ხო ეს წინასწარ აი თუ ყველაფერი იგზა იქნა ესეცია იმიტომ რომ ესეთ უცხო მდგომარეობაში და გაბუთულ მდგომარეობაში ძალიან კარგია ყოფნა და რუსეთის ხდება საქართველოს და გამომულ მდგომარეობაში ხარ უნდა ეძებო გამოსავლიდან გზები მათ შორის ესეთი Так, კიდევ ერთი ღირსებაზე როდესაც არის ლაპარაკი და მე წავიკითხე რომ ესე იგი თურმე ღირსება ყოფილა რომ ჩვენ ვიომოთ და ესე იგი ღირსებაზეა ლაპარაკი პირველ რიგში ღირსება ის არის რომ საქართველოში ამდენი მართლა პატიმარი არ იყოს ციხეში რომელიც ველოდება და ვერ გაიგებს საერთოდ რითიც არიან და როდის განთავისუფლებიან და ელემენტარული ინფორმაცია არ არსებობს ეს ერთი და ეს ქალბატონები რომლებიც სტუდიაში რეკავენ გამწარებული დედები და ცოლები მათი პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია და არავინ ადეკვატურ პასუხს ახდენს ეს ერთი ღირსება რომელ ღირსებაზეა ლაპარაკი ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს პრესის თავისუფლება არ არის მე მინდა კიდევ ერთი ფაქტი ვახსენო რომელიც 3 წლის წინ მოხდა შერატონ მეტეხპალაში არა მაგალითად ეს კომერიოში სადაც შეიკრიბა ევროკავშირის წარმომადგენლები USAID-ის წარმომადგენლები და სადაც ქალბატონმა თამარ კინწურაშვილმა იაკობაშვილთან ერთად და ძალიან ბევრი ესე იგი ჩინოვნიკთან ერთად რომელმაც დაიწყეს გრანტების გადანაწილება ცხადია საქართველოში წამოვიდა გარკვეული მატერიალური დახმარება და საჭირო იყო არგუმენტირებულად ამ თანხების გადანაწილება და ძალიან კარგი ხრის მიმართეთ რომ იცოდეთ ესე იგი მოგვიწევს ჩვენ ყველა ის არასამთავრობოები რომლებიც მუშაობთ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე კითხეს ადრე რაღაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ეს ადრე არ გავიზიარეთ იმიტომ რომ ეს იყო კალკი გადმოღებული ევროპული რაღაცა დოგმიდან რომელიც ჩვენთვის არანაირად ახლა როლს არ თამაშობს იმიტომ რომ საქართველოს განსაკუთრებულ მდგომარეობაშია და ეს 600,000 მილიონი ისე ძალიან კარგი სახელმწიფო აპარატმა 600 ევრო 600,000 ევრო ისევ გადაინაცვლა 3-4 ადამიანმა და მე ძალიან თავს ვიკავებდი თამარ კინწურაშვილის პერსონაჟზე ლაპარაკით მაგრამ აღარ შევიკავებ თავს ეს ადამიანი რომელიც ჩემი მამუკას ძალიან საყვარელი ტელევიზია გაანადგურა და აგზელებს ახლა პრეზიდენტთან არსებული აპარატის განადგურებას რომელიც სწორედ ამ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს ეძღვნება და დამიჯერეთ რომ ის რაც დღეს არის და ის კონფლიქტური ამბები რაც ხდება საქართველოს სადღაც არის აი ამის ყველაფრის
ესეც პრობლემატურია. იქ იყო იაკობაშვილი, რომელიც საერთოდ გაურკვეველი იყო ბატონი თემური რატოიღებდა მაშინ მონაწილეობას და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, როდესაც ომის დროს გამოდის მინისტრი და ხილიკიც ლაპარაკობს აბსოლუტურად ყველა თემაზე, ეს უკვე არასერიოზულია და საერთოდ ამ ხალხის მონაწილეობა გრანტების გადანაწილებაში, ანუ სახელმწიფო სტრუქტურები ჩაერთიან გრანტების გადანაწილებაში. ესეც ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც ომის მერე მოდის დახმარება ქვეყანაში, ეს უნდა ხმარდებოდეს უპოვილებს, ეს უნდა ხმარდებოდეს სახლების აშენებებს და როდესაც ბლოკი რომ მოგინდათ, ბლოკის კითხვა, ესეც ჩვენ კარგად ვიცით, უნდა დავიკითხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მათ ხუდის ქვეშ არის მოქცეული, საერთოდ წარმოუდგენელია ლაპარაკი ქვეყანაში რაღაც ძალადებულ პროცესებზე და ამიტომ ძალიან ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც ღირსებაზე ლაპარაკობდნენ და რუსეთის ომზე და მშვიდობაზე, ჩვენი ღირსება არის, ჩვენი გენოფონდი საქართველოს შეგუნარჩუნოს, ჩვენი შვილები, იმიტომ რომ მშვიდობით ვიცხოვროთ, მიუხედავად იმისა, როგორი მეზობელი გვეყოლება და ის რომ რუსეთს იმპერიალისტური ამბიციები აქვს, ეს ჩვენ დავუმტკიცეთ ეს ევროპას, ეს ხადი იყო ყოველთვის და არც ერთი ნორმალური ევროპული ქვეყანა კონფრონტაციაში არ შედიოდა რუსეთთან. და ჩვენ თქვა იმაში უნდა გქონდეთ, კი არ ვეომოთ, მშვიდობიანად მოვაგვაროთ ეს საკითხები და სანამ ამის ნება არ იქნება უფრო მაღალი ეხელონებიდან და არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორზე არაფერი არ გამოვა. ეს შეკითხვა მართლაც და აი ბაცილაშვილის გოგო არის დონსოშეშვილი, აი არტერიაზე მუშაობს. ეგება აი აზრით როგორ გაუყარშუნდეს მას და ჩვენი ეთერიდან გააკეთეთ. საიდან გინდა გააკეთეთ? ჩართვა გააკეთეთ. მე მქონდა მცდელობა არტერიაზე ჩართვის გაკეთების, რაც ძალიან გართულებულია. იგდარებით. ახალ წარმომადგენლობას თავიდანებეთ ეს ვიცი რომ ალანიანთან მაგათმოს. იგდარებით. ხოთაშეს ომის დროს დავრეკეთ, მაგრამ მაინც გავაკეთეთ მაგასაც. ეხლა მე თუ მაგ ერთი წუთი რაღაცები მინდა ყურადღება გავამახვილო, ცოტა ამ ესეთი საზოგადოებას მინდა უთხრა. ესე იგი პრაქტიკულად ჩვენი ცდას უყურებენ ანექსია ხდება ამ ტერიტორიებზე, ამ ტერიტორიებში ხდება დამკვიდრება, ესე იგი რუსეთისა. იქ აფხაზური და ოსური უკვე ამ წუთში არავის აღარ აინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა უშინში, მაგრამ უბრალოდ რამდენიმე წლის წინ. ცხინვალის პედაგოგიის ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში სეპარატისტული გონებრივია გაუქმდა ოსური ფილოლოგიის ფაკულტეტი. ხო, და შეუერთეს ეს ოსური ფილოლოგიის ფაკულტეტი. ეს დაწერა საკვლევი ინსტიტუტია, მის დირექტორმა გიგოლაევი, ვარად დაწერა გიგოლაევი დაწერა წერილი, მოკლედ აგინა და გადაწყდა ეს რექტორი. თემურაზ პოპოვი. საერთოდ თემურაზ პოპოვი არის თბილისის ელიტი, არ არის ცხინვალის. ხო და ორივე განწყობა თბილისში და თბილისში. იქ ვეღარ ჩავა მაშინა ისიც ამიტომ იქ რექტორია ამ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხო და დამიწერა წერილი, მე ამით რა მინდა ვთქვა. ესე იგი, იმდენად ჩქარობენ, რომ პირველი ნაბიჯები უკვე ეხლა გადაწყვეტეს. ხო და ვთქვათ, ანექსირება პროგრესებია მასთან, არა, ოცნებსა პრობლემა შეექმნება და გოლიაზე არ არსებობს. ხო და ამიტომ საჭიროა ეს ფორმა ურთიერთობის, რომ იქნება რაღაცა თითებით მაინც შევაჩეროთ ზღვავი, იმიტომ რომ სხვანაირად არ ჩერდება. ხო, ევროპამ ვეღარ გააჩერა უკვე ვერაფერი იქნება, ჩვენ სხვანაირად შემოვუვარდეთ, რაღაცას დაველაპარაკოთ, რაღაცა გავაკეთოთ. ჩვენ მოსავალებელია კავკასიის ნაცვლების სამოთ მაყურებელი შემოვიყვანოთ. ძალიან საინტერესო იდეა, მაგრამ მომეწონა ეს იდეა. და მართლა რაღაცა მოძრაობა არ დაიწყოს, რომ ოსური ენისა და ლიტერატურის კათედრა გადარჩეს ცხინვალში. იაკეთებსკა, ისმენ. მე ვიცი, სტუმრებსაც. ძალიან დიპატისავსენ თავბატონ ლალის. და ძალიან მიხარია, რომ ეხლა როგორღაც ქვენეთში გამოვედი. მთელი 2 წელი არის სწავლობ ქვენეთში გამოსვლას. რომელიც ძალიან დიპატისავსენ თქვენს ეს კავკასიას გადაცემას საერთოდ. აი ეხლა მიდის გადაცემები იმედზე, პირველ არხზე. მაგრამ საერთოდ არ უყურებ ის გადაცემას, იმიტომ რომ სიმართლე მარტო იქნება თქვენთან. ყოველთვის უსმენ. ისეთი განერეულებული დედა გელაპარაკება ჯარისკაცის ეხლა ქართველი ოფიცერის დედა, რომელიც ერაყში იბრძოდა, ჩამოვიდა ეხლა 11 აგვისტოს საღამოთი, რომელსაც ჩვენ თვითონ ავტობუსი აეროპორტიდან მოვდებით, მშობლები და მოვდიოდით, რომლებიც მერე შეაჩერეთ, აღარ გაუშვეს, გორში მიდიოდნენ დიფონ, საერთოდ, მაგრამ ის ქაოსი რო დაიწყო, საერთოდ, რო უკან გამობრუნდნენ ჩვენი ჯარები, აი იმ დროს მოყვნენ და საღამოთი მოხვდნენ გდანის წეში, რომლებიც უკვე ღამის 4 საათამდე ელოდებოდნენ, საერთოდ, მითითებას, რომ რაღაცა დაეგოთ, რომ რაც იზავდნენ. Tell you, all it is, you should have, you're at the